დაგვიცეთ. მადლი და წავალება დაგოცოთ-მეთმა. მამო, ბოლო დროის ადამიანები ძალიან დაუნდობლები გავხდით ერთმანეთის მიმართ. როგორ უნდა გამოსწორდეს ადამიანი და როგორ უნდა შეატყოს, რომ დაუნდობელი ადამიანი, იმიტომ რომ ბევრი ალბათ ვერც გძნობს კიდევაც, რომ დაუნდობელი და ისეთია. ერთ-ერთი ისაა, რომ სიტყვიჭერეს მოქმედებს ადამიანზე. ასევე ეს 30 წელია, რაც მოქმედების თავისუფლება მოგვიცა, ხშირად დავინახავთ შეურაცხყოფებს ოპოზიციას და ეს ხარშიც გადადის და ეს ბილსიტყვაობაც ჩვეულებრივი ის გახდა შეურაცხყოფა ადამიანის. და ამ დროს ჩვენ ყველაფერზე მოგვიკითხება, არა მარტო იმაზე, რომ გარეგნულად რასაც აშევებ. აი, კაცი შედარებულია ეს აკვიაში. შეურაცხყოფა ადამიანის და სიძულვილის კვლელობას. აი, ყოველი კვლევა ხო საშინელი ცოდვა. ადამიანის დამცირება, ადამიანის სიძულვილი კვლელი ხარო სახარებაში წერია. და შედარებულია კვლელს. ასე ამბობს სახარება და ეს ყველაფერი საიდან მოდის? არ გვაქვს სიყვარული და სიყვარულის საკუთარი საიდან მოდის? ვართ მადლის გარეშე. და ჩემ დროს, აი, ხშირად ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირი ქვია. მეტი კი იყო ამოყრებული, მაგრამ მეტი დამდობა იყო და რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება, რომ წვენა არ იყო მაშინ დაკარგული ჩვენში. და ხელოვნება ხელს გვიწვევდა იმაში, იქ მულტფილმი იყო, კინო იყო, თუ თეატრი იყო, იქ არ იყო აგრესია. ახლა კიდე რამდენია ბავშვები 8 წლისაა და მეუბნება საშინელს უყურებ, ამ პერიოდს უყურებ. ის აგრესია ხო შემოდის ადამიანში. ასევე სიტყვიჭერეც. ასევე ახლა საზოგადოებაში ადამიანს გონია, რომ თუ ჩაგრავს ვიღაცას, რომ ამიტომ ესე იგი გონია, რომ ეს ვაჟკაცია და საზოგადოებაში ეს რაღაც მისაღები გახდა, დაჩაგვრა, რომ ეს ვაჟკაცურად იქნება. და მე ხშირად მოყავს ვახტანგ გორგასალის მაგალითი, რომ სიმაღლით 2.39 და ერთხელ დემთვარმა ჩავამდვია კბილები, მაგრამ ხელი კი არ შეუგონა. ამ დროს ომში იწოდა ხვლით. ერთი გაქნებით ცხენიანად შუაზე ვკეთავდა ადამიანს, აი რომელი ერთმოყაში გაგატყა, მეორე მიუშვირე. ეს თორსა პირადი შეურაცხყოფას ეხება, მაშინ უნდა დაეთმიოდა ქრისტიანობა, თუ ის ეხება სამშობლოს, თუ ეხება დაჩაგვრვის დაცვას, პირიქით, ეკლესია გასწავლის თავდადებას, ამის მაგალითია წმინდა გიორგი, ამის მაგალითია წმინდანები და ჩემ დროსაც ბიბლიას შინაარსი არ ვიცოდი, მაგრამ ჩემ დროს საზოგადოებაში ვაჟკაცად ძლდებოდა ეს, ვინც დაჩაგვრს იცავდა. და ახლა რატომღაც ესე იგი ხშირად ვინც ჩაგვრელია, იმას ცემენ პატივშია, დიდებაშია, რახან ფული აქვს, ან ქონება აქვს, ან თანამდებობა აქვს. მაგრამ თქვენ არ ფიქრობთ, რომ აი ზოგი ღარები რომ არა ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ამ დიდრები ყველა ესე იგი ჩაგვრელები არიან. ასე არ არის, ამის მაგალითია ა ブラ ამის 300 მსახური ყავდა ადამიანს. და წმინდანია, იო ბრაუნებული, იმასაც ბევრი მსახურები ყავდა. წმინდანია, ახლა რამდენი ადამიანს ვისვამ, დიდარია, ხელმოქმედია და თავისი შრომით აქვს, რაც აქვს, დღედაღამ შრომობს ის კაცი და მეტყვა გამაჯოს ყველას. და სიმდიდრე ვერ აცხონებს ადამიანს, თუ არ აცხონებს სინანული, აცხონებს სიყვარული და დაუნდობლობა საიდან მოდის, კიდევ ვიმეორებ, ეგოის თავმოყვარეობიდან. და ამას ყველაფერს განახილავს ეკლესია, როცა კითხულობს წმინდა მამებს. რომ ამ გულში მიდის ბრძოლა, თავმოყვარეობა, სიყვარული. დაუნდობლობა მოდის ეგოიზმიდან. და ეგოიზმის დამარცხება არ შეუძლია ადამიანს საკუთარი წერილს, მას უნდა თქო. რომ ხმეთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭითილა საღმოს შეიძლება ყველას ვეუბნები, რომ ილოცეთ ეფრემას უის კოსვა იწედია, მოთმო მაიჭიოს სული სიყვარულისაო და კიდე რა საკუთარი ცოდვების ხედვაო. ამ საკუთარი ცოდვების ხედვა თუ გექნება, შენ არასდროს არ შეაფუთხებ. არავის არ დაამცირებ. თუ ოპოზიციაში ხარ, პოზიციას, თუ პოზიციაში ხარ, ოპოზიცია არ დაამცირებ. შეიძლება შენ თქვა მინუსი და ომინუსო ვინ არის? ან ხელისუფლება ოპოზიცია იყოს, მაგრამ არ გექნება სიძულვილი, არ შეურაცხყოფ, არ შეაფუთხებ. თუ შენში იქნება მადლი და ეს მადლი არ მოგაგოს მეთმა. დაგოცოთ მეთმა. დიდი მადლობა და მამო, თუ შეიძლება გითხოთ, რომ აი ვინც უსამართლოდ იჩაგრება, ბევრი ადამიანი არის ესეთი რა. თორ სამყაროა ესეთი დაუნდობელი. როგორ უნდა აიტაროს, აი რამე ლოცვას თუ გასწავლით, ან რამე რა შეიძლება მიმართოს, იმ წამს მაინც რომ დაითმინოს, რომ შენ ცოტა მერე გასცეს. ხშირად ახლა ეს
ადამიანი ხვდება ასეთ რაღაცებს და უნდა გავიხსენოთ, რომ მას ხوارიც იჩაგრებოდა, მაგრამ მათთვის დოსწრობდა, ვინც ჩაგრავდა. ასევე წმინდა გიორგი არ გაბროტებულა მიუხედავად იმისა, რომ 6 თვე ეწამებოდა არა მარტო ღმერთისადმი, არამედ ადამიანისადმი, ვისაც მაგას აწამებდა 6 თვე, ვინც ამოწყვიტა 100,000-ობით ქრისტიანი. შეადმა მგობრო, რას გვიშველის წყევლა, გულვა, ან შილოდ მეზობლისა, ან ხელისუფლებისა, თუ ესე იგი დედა იქა, შვილი აქა, ცოლი იქა, ხმარი აქა. რამუშველა საქართველოს რატო ქვია სპეინოს გამართებელი? ლოცვით უშველა საქართველოს. ასევე დავით მეფეს სცენება ახლა 8 თებერვალს. როგორ გაიმარჯვას? თბილისში დაპყრობილი იყო. გაიმარჯვა იმიტომ, რომ აღმოსდელი ყავდა მიტროპოლიტი გიორგი ჭყონდიდელი. საძირკველი იყო მართლმადიდებლობა, საძირკველი იყო სარწმუნოება და რაც ჰქონდა ჩვენ წინაპრებზე და ღმერთმა ჩვენს მოგცეს ერთგულება ღვთისა. დაგლოცოთ მეთქო. მადლობა დიდი. ის წყალობა, ის მადლობა. დიდი მადლობა. დაგლოცოთ.